მოგესალმებით Crystal Autos ერთგულო მაყურებლებო და გამომწერებო. მე გეგა ჩიქოვანი ვარ და ეს Crystal Autos და Crystal Sport-ის ოფისია. ჩემი სახელი შესაძლოა გეცნობათ Crystal Autos ავტოპორტალიდან, სადაც ათასობით სტატია მაქვს გამოქვეყნებული და Crystal Autos channel-იდან, სადაც თქვენთვის ძალიან ბევრი სიუჟეტი მაქვს მომზადებული. ახლა კი წაგიკითხავთ წერილს, რაც ჩემმა კოლეგამ გადმომცა. გეგა. ხომ იცი როგორ ზრუნავ ჩენზე? არ ვიცი. თვლით რომ კომპიუტერთან ჯდომისგან ცოტა უნდა დაისვენო. ამიტომ შენთვის მოვიფიქრეთ სასიამოვნო ჩელენჯი. ოპა, დიმა. თბილისის ოლიმპიურ ქალაქში გელოდება BMW 328. ოდნავ შელახული. იქვე დაგხვდება სურათიც, რომელზეც გამოსახული იქნება სპეციალურად შერჩეული ავტომობილი. შენი მიზანია ჩვენი 36 დაამსგავსო სურათზე ნაჩვენებ მესამე სერიას. ჩელენჯის მთელი სიამოვნება მდგომარეობს იმაში, რომ დანახარჯები უნდა იყოს მინიმალური. ოსკრიმტუმ გაერთეთ. ესე იგი, დიმა, ჩელენჯზე გვიშვებენ, სადაც BMW გვხვდება და მათსვე ესეთი Mercedes-ის ჰუდი. სხვათა შორის. ეს ის ჰუდია, რომელიც ჩვენს გათამაშებაში იყო რამდენიმე თვის წინ და თუ იაქტიურებთ და ჩვენს channel-ს ავიყვანთ 40000 გამომწერზე, ესეთი ჰუდების გათამაშება, ესეთი გემოვნებიანი ილუსტრაციებით ისევ გაგრძელდება. გამოდიება ერთი გადავხედოთ კიდე ჩვენს წერილს. წავედით. მიცამეთ საკურადღება საჭირო. არ გაუსვათ შელიას მანქანის. საკმაოდ ცნობილი ავტომრბოლელი და იუთუბერი, როდესაც YouTube საქმიანობას იწყებდა, ასეთი სიტყვები თქვა მახსოვს, რომ ქართულ საავტომობილო YouTube-ში არიან ისეთი ადამიანებიო, რომლებიც საერთოდ არსად არ მყავს ნანახი და გაგონილიო და არ ვიცი საერთოდ რა კავშირი აქვს ავტომობილებთან. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გარკვეულწილად თვლი რომ ვალდებული ვარ გითხრათ მეტი ჩემს შესახებ. ისევე როგორც ყველა Crystal Autos გულშემატკივარი და ავტომოყვარული, მეც ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული მანქანებით. ბავშვობიდანვე ვუყურებ საკმაოდ პოპულარულ საავტომობილო შოუებს. ამასთან ერთად მანქანების სიყვარული ვფიქრობ, რომ მემკვიდრეობით მეერგო მამა ჩემისგან, რომელიც ასევე დიდი ავტომოყვარულია. 2018 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ ცნობილი ტელეწამყვანები რიჩარდ ჰამონდი, ჯეიმს მეი და ჯერემი კლარკსონი საქართველოში გრან ტურის ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებად და ძალიან ვეცადე რომ მათთან როგორმე მომეწყო შეხვედრა და რაღაცნაირად ისე მოხდა, როცა მათ შევხვდი და ხელი ჩამოვართვი, ასე ვთქვათ, მათი მაგია გადმომედო და 2020 წელს ძალიან გამიმართლა ისევ და მუშაობა დაიწყე საქართველოში ერთადერთ საავტომობილო პორტალზე, Crystal Autos-ში. Crystal Autos გამომწერებისთვის ახალი არ არის, რომ ჩვენ დავიწყეთ YouTube-ის არხი სიუჟეტებით, ავტოპორტრეტით, ქონდა ასევე შელოს გამოკითხვაც, მაგრამ ამ დრომდე არ გვყავს ჩვენს გამომწერებთან მოდი ესე დავარქვათ სპიკერი, ვინც პირობითად თქვენთან ინტერაქციაში შემოვა, რაღაც თქვენს ფიდბექებს გააჟღერებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ჩვენი ახალი წამოწყებაც ვფიქრობ, რომ ამ კუთხით გამოგვადგება და გაახალისებს როგორც არხსაც, ისე ჩვენს მაყურებელსაც. როგორც წერილში ნახეთ, იქ ეწერა, რომ ნუ დაისვენა კომპიუტერთან ჯდომისგან და რაღაც კუთხით ეგ მართალია, იმიტომ რომ Crystal Autos-ში მოსვლის დღიდან ჩემი ძირითადი კომუნიკაცია მანქანებთან არის სტატიების წერა, ან სიუჟეტებისთვის ტექსტების წერა, მასალების მოძიება, სოციალურ მედიაში კონტენტის განთავსება და ასე შემდეგ და ახლა უკვე საშუალება მეძლევა რომ მანქანასთან გქონდეს პირდაპირ კომუნიკაცია შევეხო აქსელერატორის ჰატერფულს ფეხი დავაჭირო თუ ექნება სტატიების წერა ძალიან კარგია დამიგროვდა ძალიან დიდი თეორიული ცოდნა მაგრამ საჭიროა პრაქტიკული ცოდნაც და ალბათ ამ პროექტის ფარგლებში ბევრ პრაქტიკულ ცოდნასაც მივიღებ აქაც ნელ-ნელა საცობი იწყება ძალიან საინტერესოა როგორი მანქანა დაგხვდება, იმიტომ რომ 76 თაობის 328-ი, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო იშვიათი ხდება და გულისხმობ რა თქმა უნდა კარგ მდგომარეობაში მყოფ მანქანას. ხო სხვათა შორის ალბათ საქართველოში ეძახიან მარტო 76 ძაღლს. ოღონდ ცოტა სხვა ტერმინით 36 ძაღლია. ვისაც 76 მოგწონთ, ჩვენ ყავს გადაღებული საქართველოში მართლა წითელ წიგნში შესატანი ვერსია M3, ოღონდ Evo 3.2, 321 ცხენი ზალიანი და ჩემი გადმოსახედიდან ეგ ვიდეო ავტოპორტრეტის ეგ ეპიზოდი
არ ვიცი, ეგეთი ვიდეო საქართველოს მგონია რომ არავის არ გადაუღია. ამიტომ თუ ამ ვიდეოს შემდეგ თუ გახსენთ მაგ ვიდეოს ნახავთ, გარანტირებულად ისიამოვნებთ. ნელ-ნელა მოუახლოვდით ოლიმპიური ქალაქის პარკინგს. აბა დიმა, რამეს ხო არ ხედავ? საინტერესოს. აი, წინ არის მგონი ჩვენი მანქანა და ჩვენი სურათი. ნახოთ, აბა ერთი ვის უწყობენ გამოწვევას. და რა გამოწვევას. ოპა, ეს უკვე საინტერესოა, დიმა, ნახე. გადასაფარებელი შელახულია. წავედით. მოდი, უკრინიდან დავიწყებ, ხო? თადა. ეს არის ცოტა შელახული? BMW-ა და დისკებიც არ აქვს ნორმალური. კიდე რაღაცას გამოედო. ესე იგი, ეს არის ოდნავ შელახული 328. მოგეთ მანქანას ეტყობა, რომ ძაღლური ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები და მართლა ძაღლია 36-ია. კაი, მოდი დეტალურად დავთვალიეროთ ახლა ეს მანქანა, დავიწყოთ ექსტერიერით. გვაქვს ძალიან ბევრი რამე გვაქვს, მაგრამ გვაქვს ფენდერები, რომელიც არის დამტრეული. დისკები არ არის საერთოდ ამ მანქანის. სხვა მანქანის არის F სერიის დისკებია გადმოტანილი. მომწონს ეს ბამპერი უკან, იმიტომ რომ ეს არის M3-ის ბამპერი. შეიძლება ტაივანის იყოს, შეიძლება თავისი არ იყოს, მაგრამ მაინც M3-ის ვიზუალზე იქნება და ეს კარგია. ერთი პანელი, რასაც შევხედეთ. წამოდი, მოდი აქედანაც შეხედე. ეკარები, უკან ბამპერი. ეს საერთოდ რითი არის დამაგრებული. თქვენს უყურებთ არანაირი შპილკები ან რაღაც მსგავსი შპილკა არ ვიცი როგორ არის ქართულად. პირდაპირ ესე დამაგრებულია. ფრთები მოჭრილია. და ესე ხელი არ გაუშვათ ხოლმე მოჭრილს, იმიტომ რომ არის დანის პირივით და საკმაოდ ბასრია. არ გვაქვს წინ ციმციმები. ციმციმები არ გვაქვს კი არა. ეს საერთოდ რა არის? მაშუქები შიგნიდან არის დამტრეული, ესეთი რამე არ მინახავს, აი ნატეხის გდია. ძალიან ლამაზად, ძალიან საყვარლად. ცხაურა გვაქვს 2-დან 1, ანუ 2 ცხაურაც არ გვაქვს, 1 გვაქვს. კაპოტს აქვს საოცარი ფორმა. და ზოგადად მანქანა, მოდი უკნიდან მოიწიე. ხო, რაც აი მარჯვენა მხარე დაწეულია, ხო უფრო. აქეთ რა მაგარი სარკეა. გარედან ხუფი არა აქვს და ხო და აქეთანაც არაფერი არ ჩანს. ეს ფანჯრები არის პლასმასის, ნახოთ შუშისა, რაც მანქანის წონას ამცირებს. მოდი საბარგული გავხსნათ. საინტერესო დეტალები გამოჩნდა, ეს რაღაც თივა, შეიძლება აქედან რა ვიცი როხები ჭამდნენ რამეს ან ცხენები, არ ვიცი. ბატარეაც საინტერესო დგას, მაგრამ უკვე ეს დეტალი მომწონს, გვაქვს Megane Racing-ის სპორტული დგარი. და აქვე ჩანს სპორტული ამორტიზატორები, რაც კარგია, იმიტომ რომ ამდენი ცუდი ამბის შემდეგ რაღაცა კარგი რო გავიგეთ უკვე მომწონს. 328-ს გამოარჩევს თავისი ძრავი და ნახოთ აბა ერთ ძრავში რა მდგომარეობაა, იმიტომ რომ რაღაც სპორტული დეტალები შევამჩნიეთ საბარგულში და ოპს. ოპა. აქაც გვაქვს ესე იგი Megane Racing-ის სპორტული დგარი, გვაქვს სერიოზული შემშვები, სპორტული, ასევე გვაქვს სპორტული რადიატორი, სპორტული შლანგებით და წინაც გვაქვს რეგულირებადი ამორტიზატორები. მოდი შეახედეთ იმა. აშკარად აქვს სიხისტე სირბილე, სიმაღლე, სიდაბლე. ეს ძალიან კაი დეტალია და აი ამ ქსელებში რაც ჩანს ძალიან საინტერესო. ალბათ არასდროს გარეცხილა ეს ძრავი. ქსელებში რაც ჩანს გვაქვს სპორტული გამშვებიც. მოკეთ გვაქვს სპორტული შემშვები, სპორტული გამშვები, სპორტული რეგულირებადი ამორტიზატორები და დგარები. რა საინტერესოა, იმიტომ რომ ამ მანქანაზე ეგრევე აყენებენ ხოლმე შემშვებს და გამშვებს, რომ ცოტა გაიზარდოს მისი შესაძლებლობები. ხო, ესეც სხვათა შორის არის 2 და 5-ის შემშვები, მოდი მეც დავუჭერ. უფრო დიდია მოცულობით და უფრო მეტ ჰაერს უშვებს ძრავში. აქაურობა გავს აი არ ვიცი. რაც მიტოვებული სახლის ხვენს. კაი.
დავაფაროთ, მოდი ახლა. ეს დიადი კაპოტი, რომელსაც საოცარი ფორმა აქვს. ეს კაპოტი, აი, აქვე რო შემიძლოს ამის მოხსნა, ნახე რას გავს. აქვე მოხსნედი და გადავაგდებდი. სიამოვნებით. კაი, მოდი რახან აქ ჩვენ სპორტული გამშვები და სპორტული შემშვები გვიყენია. შევხედოთ უკან მაყუჩებსაც. სხვათა შორის ერთი შეხედვით შევატყო რომ განსხვავებული იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ ექნებოდა დინანის და გვაქვს დინანის მაყუჩები და ეს ძალიან მაგარი ახალი ამბავია, იმიტომ რომ დინანის მაყუჩები არის საკმაოდ ძვირად ღირებული და ამაქანაზე დინანის მაყუჩებს რო ხმა აქვს, ეგეთი ხმა მგონი არც ერთ მაყურს არ აქვს და ამასთან ერთად არის მსუბუქი ქაღმთან შედარებით ბევრად. კაი, ეს დეტალი ძალიან მომეწონა. მას შემდეგ, რაც მანქანის ექსტერიერი დაავთვალიერეთ ძირფესვიანად, მოდი ახლა ვნახოთ ის დავალება, რაც და ის ჩელენჯი, რაც მოგვიწყო მე და შენ დიმა ჩვენმა გუნდმა. წავიდა. აბა რა არის? რაღაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ოპა საერთოდ Touring Car Championship-ის მანქანა არის. ეს და ძალიან კაია ამ სურათის მერე ამას რო უყურებ, ძალიან კაია, თუნდაც ირონიულად ძალიან კაია. ვინ უნდა დაამსგავსოს ეს ამას? შანსი არ არის. მოდი აქ უკანა მხარე ვნახოთ. იღება ეს? კი, იღება. თიმა ახლოდან მინდა ნახო აქაურობა. აი აქ არის სახელოსნო ჯუნგლები, რა ვიცი, ყველაფერი ალბათ, მაგრამ ერთი დეტალი ძალიან საჭირო. ნამდვილად, ეს არის მანქანის არომატიზატორი, რომელიც აი ხა ეს მანქანას უნდა გქონდეს. იმიტომ რომ ხა ეს თუ არ გაქვს სირცხვილია რა. მაინც ვიღაცას რო ჩაისმევ, რაც მეგობარ გოგონას, ცუდი სუნი რო არ იწეს. ხო, ესე მანქანა რო დაშლილია, გარკვეულწილად კარგია. იმიტომ ზედმეტ დეტალები არ გვაქვს. მაგრამ კარგი იქნებოდა რომ აქ სპეციალური პანელები ყენდება. ხო, ეგ პანელიც არ გვაქვს მოკლედ. რაღაც სპორტული ხასიათი აქვს ამ მანქანას. ხო, აი აქ რა ხდება კიდე არ ვიცი. აი ამ ადგილში და ძალიან ბევრი მტვერია. მაგრამ ამასთან ერთად გვაქვს კარგი ამბებიც. მოდი აქედან შევხედოთ. გვაქვს სპორტული საჭე. ასევე გვაქვს ჰიდრავლიკური ხელის მუხრუჭი. საინტერესო ბერკეტიც არის, სიჩქარეების გადასართვალი და გვაქვს სპორტული ჩამთვალები. აი მარცხნივ იმანახე. ესენი, რაც თავის შეგრძნებებს იძლევა. სულ ბუნტყლებია. კარი არ ჩერდება. ეს ფეხით უნდა მეჭიროს, მეგობრებო. აქ იმდენი მტვერია, რომ დიმა შანსი არ არის, აქ პირბადე უნდა გავიკეთო და ისე ჩავერთო, იმიტომ რომ მაქვს საშინელი ალერგია მტვერზე და აქ ვერ გავჩერდები მე დიდხანს. ამიტომ მოდი ეს გადაღება რო არ ჩაგვეშალოს. ეხლა მე დავბრუნდები ჩვენს პირველ სერიაში. გავიკეთებ, ხდენმა დამარტყა. ასე რომ მე დავბრუნდები ხა ჩემს პირველ სერიაში, გავიკეთებ პირბადეს და მოვალ. ეს ჩემი პირბადე, რომელიც ამ მანქანაში ჩასაჯდომად გონი არა მარტო მე ალერგიულს, არამედ ყველას დასჭირდება და ყველა გამოიყენებს. ასევე ხელთათმანებსაც სიამოვნებით გამოიყენებდი. აქ ისეთი მტვერი და ისეთი ამბავია, მაგრამ ხელთათმანები არ მაქვს. კეთილი იყოს შენი ფეხი ნამდვილ BMW-ში. ამაში არ ჩავჭდები. მოგიწევს. მოდი. უნდა გადაგი. მოდი. არ მინდა. არა, მოდი. ღვედი უნდა გქონდეს. აქამდე თუ ფიქრობდით, რომ ღვედი მხოლოდ იყოს 3 წერტილიანი, ცდებით, არსებობს 2 წერტილიანი და გადაჭრილი ღვედიც. აქ ჩამს. ბიჭო, ეს რა ტაშტია. ძალიან კაი სავარძლებია. კაი, აქ გადაიღე, მოდი დიმა, ძალიან მიყვარს ეს მომენტი, ალბათ ხშირად გინახავთ Fast and Furious-ის ნაწილებში ესე რო ხსნიან ხოლმე ჩამრთველებს. გარბენი გვაქვს 259.968 კილომეტრი, რაც ალბათ დამეთანხმებით ეხა რომ BMW-ისთვის არაფერი არ არის რა.
მანქანა დადის მილიონებს, მაგრამ ეს რა ხმაათო? მოდების ქურო სატერფულს ფეხს უშვებ. აქვს ეს საოცარი ხმა. ალბათ გადაცემათა კოლოფის ბრალია. ეს ძალიან ცუდია. გადაცემათა კოლოფი თუ არ გვაქვს კარგ მდგომარეობაში. რა ეგ გადარჩა ამ მანქანისგან და ძრავთან ერთად. ეგ ცუდია. აი, მოდი გავიაროთ ახლა ცოტა. მზად ხარ დიმა? არა. არც მე. დიმა, ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო. მექანიკა არ მიტარებია 9 წელია. მას შემდეგ რაც მართვის მოწმობა ავიღე და გამოსვლაზე ჩავაბარე. იო! რავი, დადის რა. მარჯვნივ უხვევს. მარცხნივ უხვევს. დაკიდება გვაქვს ძალიან ხისტი. გძნო. შენს გძნობ ხო დიმა? და ესე მაგითო ყანყალებთ, მაგრამ ეს კარგია, იმიტომ რომ იმ სურათზე რა მანქანაც იყო გამოსახული არის სპორტული ხასიათი, სპორტული მანქანა არის, ვისაც დაკიდების სისტემა გჭირდება. მაგრამ იმედია კარგ მდგომარეობაშია და გასხმული არ არის. დავაჭიროთ ცოტა. შეიძლება რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ დადის. ჩამომსხეთ. მე ვარ BMW ზღოლი, რომელიც ვიყენებ სიმსიმებს. ძალიან ბევრი ხმებია, ნამდვილი სიმფონიური ორკესტრია განსაკუთრებით უკან, მაგრამ აშკარაა, რომ მანქანას პოტენციალი აქვს, რომ რაღაც გაახდეს. არა, მომწონს მე ეს მანქანა. მართალია, ტიპური ჯართია, მეტიც ამის მიუხედავად მაინც ძალიან მომწონს. უბრალოდ ეს რო გახდეს, რავი, ვერ გახდება ეს. გამორიცხულია. ეს არის ძალიან დიდი ამანჭურა, რომ ეს მანქანა ეს გახდეს, მაგრამ მე იმედი მაქვს დიმა, რომ ერთობლივი ძალისხმევით. კი, გაცხადებას ვცემ. ერთობლივი ძალისხმევით იმედი მაქვს, რომ რამე შედეგამდე მივალთ და რამე ნიშნულამდე და ჯართი აღარ ერქმევა ამ მანქანას. ისე ხმის იზოლაციები ამოღებული აქვს მანქანას, ასე ზემოთ ჭერიც არ გვაქვს. ასე ყველა პლასმასი მოხსნილია და ეს ერთიორად ზრდის ვიბრაციებს და ზოგადად მანქანის შეგრძნებას, რაც მომწონს. იმიტომ რომ მომწონს როცა მანქანას სულით ხორცამდე გძნობ და ეს ძალიან კარგია, რაც საერთაშორისო თანამედროვე მანქანებში არ გვაქვს. და მოდი გადავიდეთ ხო დიმა? აღარ გავჩერდეთ აქ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მანქანა ძალიან მომეწონა. მას შემდეგ რაც უშუალოდ გავატარე და მართე და შევიგზენი მართვის სიამოვნება, მიუხედავად იმისა, რომ არ მომეწონა მისი ვიზუალი და ზოგადი მდგომარეობა, მე ამ გამოწვევას ვიღებ. მე რა, ჩვენ, მე და დიმა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. იმისათვის რომ მანქანა დავამსგავსოთ იმ მოდელს, რა მოდელიც სურათზე ნახეთ, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სათუნუქე სამუშაოები. ალბათ
ამ კადრში ამ რაკურსით კარგად ხედავთ, რომ მარჯვენა მხარე საერთოდ სხვაგან იყურება და მარცხენა ცოტა მოწყენილი. აი ძაღლს რო ცალი ყური ჩამოვარდნილი აქვს, ხო იცი? აი ეგრე არის და ხო მართლა ძაღლური ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები ამ ჯიგარს. წავიდეთ ახლა გავვრეცხოთ ეს მანქანა, იმიტომ რომ ესეთ მანქანას ვერც ხელოსანს ვაკადრებთ და ვერც ქალაქს. ჯიგრები ხართ ბიჭებო, რომ ესეთ მდგომარეობაში დამახვედრეთ, ესეთ მდგომარეობაში მყოფი მანქანა. I'm talking to myself all the time, telling me not to worry, everything will be fine. The ghosts are closing in from behind, it keeps me running. ჩვენი ძაღლი E16 დაბანილია, ჭუჭყი ჩამორეცხილია, ხვალიდან კი დავიწყებთ უკვე ხელოსნების მოძიებას და ამ მანქანის ფეხზე დაყენებას. იქამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიწერეთ თუ იცნობთ ვინმეს, ვინც საცხოვრებელ სამუშაოებს აკეთებს ძალიან კარგად და თან ხელმისაწვდომ ფასად, იმიტომ რომ ეს ძაღლი ფეხზე უნდა დავაყენოთ მინიმალური დანახარჯები.